შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქს, ლიდერი ქართულ ბაზარზე. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი გოდიშვილისგან და მიმღრესების სამყარო ვასი გოდიშვილი გახლავართ. რა გინდა სერგო რა? აი დღეს ესე უნდა წავიყვანო გადაცემა. რა დაიწყე ხა რაღაცე. რას ქვია ვინ მომცა უფლება ნარუში ლოკამა ძმაო. გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, სპეცსაშვები, იგივე ნარუშილოვკები ძალოვან უწყებაში 2009 წლიდან სრულიად საიდუმლო ბრძანებით გაიცემოდა და მისი რეგულირება მინისტრის შეფასებით ბუნდოვანია. მისი გაცემის და ესე ვთქვათ რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია და ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ბრძანების პროექტი, რომელიც ამას დაარეგულირებს. პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს. კაცო 2009 წელს თუ ეკობა შემოღებული, ეხლა ნაცები შემოღებული ყოფილა. ხო და გქონდეთ კაცო თქვენ და ისა ვაგინოთ ნაცებს. მით უმეტეს რომ ეხლა ასეთი ბუნდოვანი რეგულირებით შემოუღიათ კაცო. ვიცი ეხლა რა ბუნდოვანი რეგულაციაა. ხა მართალია იქ არ წერია რომ ლევან იზორიას ძმაზე ნარუშილოვკის გაცემა შეიძლება, მაგრამ არც ის წერია რომ ლევან იზორიას ძმაზე ნარუშილოვკის გაცემა არ შეიძლება. ხო და რა გაიგოს ახლა მინისტრმა, ჰა? არ გასცეს იზორიას ეწყინება. გასცეს და იზორიას ხომ გაუხარდებ. და ნაცები საერთოდ ისე გადაირებიან სიხარული თითქოს ეს ხეობა თავიანთი შემოღებული არ იყოს. ისიც რა თქმა უნდა გასცემს. რაო სერგო? ამ თავრობამ თუ იცის რომ რეგულაცია ბუნდოვანია, რატო აქამდე არ დააზუსტა? ვერ ხდები რატო? იმიტომ რომ ეხლა როდესმე ამაზე ნაცებს ერთი ამბავი აეტეხათ და მე ამათ ეპასუხათ. ეს თქვენი შემოღებულიაო და თან დაეყოლებინათ ის 9 წელიო. თუმცა ახლა როცა იმ 9 წლის მერე ეს 3 წელიც გავიდა, რეგულაციის ბუნდოვნება უკვე ამ თავრობისთვისაც ქმნის უხერხულობას. ახლა კი ვიცით რომ ნარუშილოვკები ნათესავებზე და მეგობარ გოგონებზე გაიცემა, მაგრამ ახლა ნათესავი და მეგობარი გოგონა ახლა გაურკვეველი ცნებებია. ამიტომ უნდა დაზუსტდეს შემდეგი. პირველი ეხა ნათესავებში ამ შემთხვევაში მაინც თუ იგულისხმება ცოლის ნათესავი და მეორე მეგობარი გოგონა აუცილებლად მოწვეული უნდა გყავდეს თუ რო ეჩატავები ეგეც წავა ჰა რაო სერგო ნარუშილოვკები საერთოდ აღარ გავწევთ ნათესავებზე და მეგობარ გოგონებზე რა სისულელია კაცო ეგრე ხო გოიმები აღარ ვიქნები და ეხლა ამ გოიმობას ქვეყანას ეხლა ხო არ გადავაყოლებთ კაცო მეჭიაურზე ან არაფერი უნდა თქვა, ან თვითონ მეჭიაურმა არ უნდა თქვას არაფერიო ნათქვამი. ცხადია ხა, სადღაც პარალელურ განზომილებაში არსებობს ისეთი საქართველოც, სადაც მეჭიაური ბრძნულად ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენს საქართველოში მან აი ეს განცხადება გააკეთა. უმრავლესობის მომავალი ლიდერი უნდა იყოს მართლა ლიდერი, ან არაფერი გააფუჭოს. დიახაც, მშვენიერი კრიტერიუმია. აი ახლა გასაუბრებაზე ზოგს რო ეკითხებიან, რა გაგიკეთებიო? უმრავლესობის პოტენციურ ლიდერს კითხავენ, აბა, რა გაქვს გაფუჭებულიო და შეარჩევენ ამით. მით უმეტეს ახლა რომ მართლა ძნელია უმრავლესობაში ისეთი კაცი იპოვო, ვისაც რამე აქვს გაკეთებული. და ვინც მართლა ლიდერი იქნება. ხო საერთოდ შეუძლებელია კაცო. იმიტომ რომ მართლა ლიდერი ვინც არის, იმას პარლამენტში ჯდომას ლოტუსის პოზაში ჯდომა ურჩევნია და ეგზოტიკა თავის ვოლიერებში წყობნის. ამიტომ მოდი ლიდერად დავნიშნოთ ზაქარია ქუცნაშვილი, მაგრამ ახლა მაგას მარტო ერთი მომხრე ეყოლება და ისიც ზაქარია ქუცნაშვილი. მაშინ დავნიშნოთ ვოლსკი, იმიტომ რომ მაგას რაც აქამდე გაფუჭებული აქვს უკვე, არ ამგონია მაგაზე მეტის გაფუჭება შეეძლოს. და ახლა ეგეც თუ არა, ერთი კანდიდატი მყავს კიდევ ბატონო თამას. ჭაღარა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. სულ სიბზნეებს ამბობს, ხო? კარგი კაცია, მოგეწონებათ თქვენ. იზორია შედის სანარუშილოვკეში. 99 ნარუშილოვკა მომეცით. 99 რა არის? ბარემ 100 აიღო. 100 რა, ლევანი კი არ ვარ, ლევანის ძმა ვარ.
თამაზ მეჭიაური ამბობს, უმრავლესობის ახალი ლიდერი უნდა იყოს მართლა ლიდერი ან არაფერი უნდა გააფუჭოს. თქვენი კანდიდატურაც განიხილებაო? ხო გითხარით ახლა არაფერი უნდა გააფუჭოსო. იცით რატომ გიждები ქართულ პოლიტიკაზე? რატომ მიმყავს აგერ 5 წელიწად ნახევარია ეს გადაცემა? იმიტომ რომ ყოველ დღე ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ. აი მაგალითად ახლა გუშინ აღმოვაჩინე რომ ეფექტური მთავრობა ყოლია. აბა ყველაზე ეფექტური მთავრობაა და ეფექტური მთავრობას ეფექტური ანაზაურება ჭირდება. სხვადასხვა მონაცემებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასისთვის ყოველწლიურად 2 მილიარდ ლარზე მეტია საჭირო. ვა, კიდევ კარგი ახლა ბატონმა ტყემალაძემ ასე თვალსაჩინოდ აგვიხსნა, რატომ აქვთ მთავრობაში ასე უსაშველოდ მაღალი ხელფასები. თორემ ნერვიულობისგან კედლებზე დავდიოდი კაცო. ვერ ვიტან ახლა პასუხ გაუწემელ კითხვებს. ახლა კი მშვიდად დავიფარებ საბანს და ნახავ ფერად სიზმრებს. იმ იმედით რომ საოცრად ეფექტური მთავრობა გვყავს. ეთქობა კაცო, ეს პენსიონერები არიან მაგარი არაეფექტურები, თორე ახლა 100-160 ლარის იმედად ახლა ხო არ დატოვებდა ჩვენი ეფექტური მთავრობა. და საერთოდ კაცო, ყველანი არაეფექტურები ვართ. მასწავლებლებიც, ექიმებიც, მეხანძრეებიც, მაღაროელებიც. ხო და ჩვენ გავიჭიროთ კაცო, ცოტა კამრები შემოვიჭიროთ, უშაქრო ჩაი დავლიოთ, თორემ ახლა მთავრობას თუ ხელფასი შეუმცირდა, ვაი და ეფექტურობაც დაკარგონ. იმიტომ რომ ახლა თუ ეფექტურები არიან, არაეფექტურები როგორები იქნებიან, იმის წარმოდგენაც კი მზარავს, კაცო. რა წარმავალია ყველაფერი. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო ძალა რომ ნაცმოძრაობა იყო, დღეს მდგმურები არიან. დიახ, კომერსანტის ცნობით ნაციონალური მოძრაობა ცენტრალურ ოფისს 3.5 მილიონ დოლარად ყიდის და ქირით გადადის. ვიცოდი რა. აი ვიცოდი ხა თავის დროზე ჩემმა მაღალშენგომ იმდენი სტუდენტი გოგონა შეყარა პარტიაში რომ აქამდეც კი უნდა გადასულიყვნენ ქირით. ახლა კიდევ აგერ რამდენი ფული რჩება წინა საარჩევნოდ? ერთი 175,000 კაცს კი გამოიყვანენ 20 ლარად, მაგრამ რომ არ გაიყიდოს არა ახლა ერთი კაცი კი ვიცი ახლა მაგის სიმყიდველი, მაგრამ აღარ შეიძლება ხა თბილისს უკვე ამდენი კარფური. თან ჯერ მარტო მაგის გამოლოცვას ახლა რამდენი თანხა დაჭირდება? ასავა. ხო და მეშინა კაცო უპატრონოთ არ დარჩეს ეგ ოფისი და მე უპატრონო ოფისს ისევ ეშმაკები არ დაეპატრონ. ბოლოს და ბოლოს ახლა თუ არ გაიყიდა ეგ ოფისი, დატოვეთ ეგრე და ჩემი მაღალშენგო რო ჩამოვა საქართველოში, ცარიელ ბაითად ეკნება. რა ახლა ისე თუ წინა საარჩევნო მზადება მართლა, წარმატების მისაღწევად მარტო ოფისის შეცვლა არ გიშველით. პარტიაც უნდა შეიცვალოთ. აბა ტყემალაძე ამბობს, მთავრობას ეფექტური ხელფასი ეკუთვნისო. დაიფიცებო? ავიფიცებო. რა იყო დის ვერ ამბობო? იახო. ნაცმოძრაობას ეკითხებიან, მაგ ოფისიდან რატომ გადადიხარდო? რა ვიცი, ვიღაცა მოდის ხოლმე და გოგირდს გვიხჩოლებსო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე.